ახლა გავეცნოთ საკითხს, თუ რას აღწერს ისტორიკოსი პირველი მმართველობას, ანუ აღწერს სამეფო ხელისუფლებას, სამეფო კარს, საკმაოდ საინტერესო ჩამონათვალს გთავაზობს სამეფო კარზე არსებული მოხელეებისას და მათ ფუნქციებს, მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ზუსტად ამ წყაროს დაყრდნობით თქვათ, რომ ათაბაგის თანამდებობა, რომელიც თამარის დროს იქნა შემოღებული, ანაცვლებს თავისი მნიშვნელობით წიგნობართუხუცესის სახელოს და ათაბაგს ეკისრებოდა მოვალეობა იყო მისი მემკვიდრის სამეფო მეფის მემკვიდრის აღზრდა, თუმცა მარტო ამ სააღმზრდელო ამოცანებით არ შემოიფარგლებოდა მისი როლი სამეფო კარზე, არამედ ის გარკვეულწილად რეგენტიც იყო მეფისა, მეურვეც იყო მეფისა და ყველაზე დაახლოებული პირი და გავლენიანი პირი სამეფოში. პრინციპში ათაბაგობა ეს არ არის ქართული სამოხელეო ინსტიტუტი, ეს არის აღმოსავლური სპარსულიდან შემოღებულად თვლის როგორც ისტორიკოსი, ისე ძველი ისტორიკოსი, ანუ თამარის ისტორიკოსი, ისე თანამედროვე ისტორიკოსებიც თვლიან. მეორე მმართველობასთან დაკავშირებით აღწერს პოლიტიკურ დაპირისპირებას, რომელიც საქართველოში ჰქონდა თამარის დროს ადგილი. ეს არის პირველი დიდგვაროვანთა ბრძოლა უფლებების გამტკიცებისთვის. ამ შემთხვევაში საუბარი არის, როცა თამარი ახალგამეფებულია, დიდგვაროვანთა ნაწილი მას მოსთხოვს ძველი პატივის დაბრუნებას. გიორგი მესამის პოლიტიკა იყო მსგავსი დავით აღმაშენებლის პოლიტიკისა, ანუ ის აწინაურებდა არა იმდენად ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენლებს, რამდენადაც უგვაროებს, უგვაროში არ იგულისხმება, რომ ეს ადამიანები მაინდამაინც აზნაურთა კლასს მიღმა იყვნენ, მაგრამ შედარებით დაბალი წარმომავლობა ჰქონდათ და სწორედ ამან გაანაწყენა დიდგვაროვანთა ნაწილი და თამარი იძულებული გახდა დაეთმო მათთვის. რა თქმა უნდა, ეს დათმობა ალბათ გარკვეულწილად აუცილებლობით იყო ნაკარნახევი, მაგრამ მეორე მხრივ ეს ვერ ჩაითვლება დიდ წარმატებას, სამეფო ხელისუფლების დიდ მიღწევად. ეს ამტკიცებდა ფეოდალური არისტოკრატიის პრივილეგიებს. თამარის დროს მაინდამაინც არ ჩანს მათი დაპირისპირება სამეფო ხელისუფლებასთან, პირიქითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ ერთგულებენ ისინი თამარს, მაგრამ ასეთი ტენდენცია შემდეგ გამოიღებს აუცილებლად ცუდ მძიმე შედეგს. ყურადღება მახვილდება ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლაზე, ოღონდ აქაც ისტორიკოსი მეფის უერთგულესი თანამებრძოლია, მეფის უერთგულესი მომხრეა. ყუთლუ არსლანს ის საკმაოდ უდიერად მოიხსენიებს შემთხვევაში, გარკვეულწილად ეს ითვალისწინებს ამ დასის ლიდერის, ანუ ყუთლუ არსლანის სახელის გატეხვას და მისი მომხრეების და თვითონ ამ ადამიანის გამოსვლას, როგორც ბოროტ განზრახულობად ესე გამოცხადებას. თვითონ ყუთლუ არსლანი იყო საქართველოს მეჭურჭლე თუხუცესი, მას საკმაოდ დიდი თანამდებობა ჰქონდა და მისი მიზანი იყო შექმნილიყო დაარსებულიყო ისანთან კარავი, რომელსაც ექნებოდა საკანონმდებლო ფუნქციები. აი ამ დასის გამარჯვების შემთხვევაში, ანუ ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში, მეფეს რჩებოდა აღმასრულებელი ხელისუფლება, რაც ისტორიკოსის შეფასებით თამარის მეფობის დასასრული იქნებოდა, ამიტომაც იწყინა თამარმა, როცა შეიტყო ამ დასის გამოსვლის ამბავი და პრინციპში გარკვეული დათმობების გზით ყუთლუ არსლანის დაპატიმრების შემდეგ საკითხი მშვიდობიანად მოაგვარა. ჩვენ ახლა არ შემოგვაქვს სადისკუსიო თემა, საქართველოს ისტორიის კურსი რო იყო სალექციო კურსი,
მაშინ ალბათ ასეთი თემა გვექნებოდა, ვთქვათ, გერჩიათ რომელიმე პოზიცია და დაგესაბუთებინათ თქვენი მოქმედების ან თქვენი იდეის მიზანშეწონილობა. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი ეს არ არის, იმიტომ რომ ისტორიოგრაფიის კურსია, საისტორიო მწერლობას განვიხილავთ და არა თვითონ ისტორიულ მოვლენებს. მაგრამ თავისთავად ის მხარესაც არ უნდა იდგეთ და თუნდაც იდგეთ თამარის მხარეს და ძნელია ალბათ ადამიანმა თამარის ხელისუფლების შეკვეცას და დაუჭიროს მხარი, ის იმდენად დიდი მეფეა, მაგრამ თავისთავად ყუთლუასლანის იდეა არაფრით არ შეიძლება გავაიგივოთ ფეოდალურ გამოსვლებთან, რომლის მიზანიც ფაქტურად ქვეყნის დაგსაქსვა იყო, ქვეყნის დაშლა იყო ცალკეულ პროვინციებად. ამ შემთხვევაში არა სახელმწიფო ხელისუფლების გაუქმებაზეა საუბარი, რომელიმე საერისთავოში, როგორც მაგალითად ამისთვის იბრძოდა ლიპარიტ ბაღვაში, ვთქვათ, ან ბევრად უფრო ადრე ვარსკენ-პიტიახში. არამედ აქ საუბარი არის სახელმწიფო ხელისუფლების გადანაწილებაზე მეფესა და საკანონმდებლო ორგანოს, ანუ კარავს შორის. ყოველ შემთხვევაში ასეთი ფაქტი რამდენიმე ხნის შემდეგ, 13 საუკუნის ბოლოსთვის ინგლისში ხდება, როდესაც იქნება პირველი პარლამენტი, რომელიც შეიძლება სულაც არ გავდა დღევანდელ პარლამენტს თავისი უფლებებით, მაგრამ მაინც და ითვლება, რომ ეს არის ინგლისის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი, რომ ევროპულ ცივილიზაციას ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურ აზროვნებაში და მოქმედებაში სწორედ ამ ფაქტმა დაუდოს სათავე და მაინდა-მაინც საქართველოში ამ იდეას მკაცრად შევაფასებთ, უარყოფითად შევაფასებთ და გავაკრიტიკებთ, იმიტომ რომ თავისთავად იდეა არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელისუფლების დანაწევრებისა, არა ხელისუფლების გაუქმებისა, არა ხელისუფლების შესუსტებისა, სულაც არა, არამედ გადანაწილებისა, ძალაუფლების გადანაწილებისა. ეს პრინციპი უდაოდ პროგრესულია. სხვა ამბავია, თქვენ შეგიძლიათ იმჟელოთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ამას მაინდა-მაინც საქართველოში და შეიძლება თქვათ მივიდეთ იმ დასკვნამდე ან არ მივიდეთ, რომ თქვათ ერთმეფობის მაგიერ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ჩვენთან რაღაც ცუდ შედეგებს გამოიღებდა, თუმცა არ ვიცი რატომ გამოიღებდა ყველაფერი სიახლე მაინდა-მაინც ჩვენთან ცუდ შედეგს, მაგრამ თქვათ, დავეთანხმოთ ამას ერთი წუთით, ამის მიუხედავად თავისთავად იდეა იყო უდაოდ პროგრესული და თუ საქართველოში ეს იდეა არ განხორციელდა და განხორციელდა ოდნავ მოგვიანებით ინგლისში, ის მაინც კონდეს სათქმელად და არა საწუხარად, რომ ეს იდეა პირველად დაფიქსირდა სწორედ ჩვენს ქვეყანაში და ყუთლუარსლანის დაცვის გამოსვლა სწორედ ამ იდეის გარშემო მოხდა. ასევე გვაწვდის ცნობებს გიორგი რუსის ბრძოლების შესახებ მეფობის დასაბრუნებლად, ამცეთ დეტალებს ჩვენ ყველას ვერ განვიხილავთ, იმიტომ რომ ძალიან შორს წაგვიყვანს. უბრალოდ როცა თამარი გაეყარა გიორგი რუსს, რადგან ამ ადამიანს ძალიან ბევრი უკეთური თვისება აღმოაჩნდა, ის საპატიოდ იქნა გაძევებული ბიზანტიაში და გიორგი რუსი ცდილობდა მეფობის დაბრუნებას, ამ მიზნით ის ორჯერ შემოვიდა საქართველოში. პირველ ჯერზე საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი იპოვა ქართველთა შორის, ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენელთა შორის, თუმცა ორივეჯერ დამარცხებული იქნა და ამის შემდეგ უკვე მის შესახებ არავითარი ცნობები არ გვაქვს. ძალიან დეტალურად აღწერს მეთქი ომებს, უკვე გითხარით, პირველ რიგში ეს არის შამქორისა და ბასიანის ბრძოლები, ლაშქრობა ყარსსა და სპარსეთში, მთიელთა აჯანყების ჩახშობა და ასევე აღწერს პოლიტიკას, პოლიტიკურ მდგომარეობასა და ურთიერთობებს, კერძოდ წარმოაჩენს საქართველოს პოლიტიკურ ჰეგემონიას კავკასია წინა აზიაში და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტრაპიზონის იმპერიის დაარსებას, რასაც მართლაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა
ამით შეიქმნა გარკვეული ბუფერული სახელმწიფო, რომელიც საქართველოზე იყო დამოკიდებული და საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებს იცავდა იქ მოძალებული თურქ-სელჩუკებისაგან. აღწერს თამარის ცხოვრებას, ანუ მეფის ღრმად მორწმუნეობას უსვამს ხაზს, მის ზნეობრიობას, მის თავშეკავებულობას, გველმოქმედებას. ჩვენ თითქოს ამ საკითხებზე გაგვით უკვე ვისაუბრეთ და განსაკუთრებით თამარს წარმოაჩენს როგორც კაცთმოყვარე მეფეს, რომელსაც სიკვდილით დასჯა გაუუქმებია და არა უბრალოდ სიკვდილით დასჯა, არამედ დასახიჩრებაც ადამიანისა, რაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ცხვირის მოკვეთა, ყურის მოკვეთა, თვალების დავსება, დათხრა, ხელის მოკვეთა თუ ასე შემდეგ, ესეთი ფორმებიც სასჯელისა აუკრძალავს და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, აქ არა მარტო თამარის ჰუმანური ბუნება იკვეთება, პირველ რიგში სწორედ ეს იკვეთება, არამედ თვითონ ისტორიკოსის როგორც დიდი ჰუმანისტი წარმოჩინდება, იმიტომ რომ ზუსტად ასეთი ამის გამო ამ ღონისძიებების და პლუს თამარის მაღალი ზნეობისა და თავშეკავებულობისა და თავმდაბლობისა და ასე შემდეგ გამომიაჩნია თამარი უდიდეს მეფედ და არა მხოლოდ იმ გამარჯვებათა გამოისობით, რასაც სახელმწიფომ თამარის მეფობაში მიაღწია. ასევე გადმოგცემს ჩვენ სხვა საკითხებსაც, კერძოდ ეს არის ეკონომიკური მხარე, ეკონომიკურ ძლიერებას, აღწერს ნადავლ შემოსავლებს, სავაჭრო გზების გაყვანას, მათ მოვლა პატრონობას, მიუთითებს, რომ თამარის დროს აიკრძალა მეკობრეობა, აიგო ქარვასლები, ხიდები, გაყვანილი იქნა სარწყავი არხები, რაც საბოლოო ჯამში იყო ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის და შესაბამისად ხალხის კეთილდღეობის საწინდარი. აღშენებლობით პროცესაც გვამცნობს თამარი როგორც ქალაქთა დამაარსებელი, ქალაქთა მაშენებელი, ციხე-გალავანთა და ციხე-სიმაგრეთა ამგები და ცალკე საუბრობს ვარძიის შესახებ და აბსოლუტურად სწორი დასკვნაც არის, იმიტომ რომ ვარძია არის ერთ-ერთი უნიკალური ძეგლი, ხო, ქართული კულტურისა, ქართული არქიტექტურისა და გადმოგცემს ასევე ქართული კულტურის მოამაგეობის ფაქტებს, ქართულ კულტურაზე ზრუნვის ფაქტებს აღწერს, კერძოდ როგორ ხდებოდა სახელმწიფოს მხრიდან ეკლესია-მონასტრების უზრუნველყოფა, გვარი სარჩო-საბადებლით, სხვა სახის შეწირულობებით, არა მარტო საქართველოში მდებარე და მომქმედი ეკლესია-მონასტრებისა, არამედ რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის გარეთ არსებული სამონასტრო ცენტრებისა, რომელიც თქვენ უკვე იცით, რომ იყო მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრებიც. ამ საკითხებსაც თამარის ისტორიკოსი სათანადო ყრებას უთმობს. ძალიან მოკლედ ამით დავასრულოთ, უნდა ახლა ბოლო საკითხი დაგვჭირ ჩვენი ლექცია თამარის ისტორიკოსზე, გარკვეულწილად კრიტიკასაც იმსახურებს ის პირველი, რომ აღნიშნავს, რომ ამბები ბრძენთა კაცთაგან მოусმენია, ეს სულად ჩვეულებრივი და უკვე დამკვიდრებული მიდგომა არის, მაგრამ დამკვიდრებული იყო ისიც, რომ ეთქვა ისტორიკოს, ეს ბრძენი კაცი თვითონ იყო თუ არა შემსწრე იმ მოვლენისა, რომელსაც აღწერდა, იმიტომ რომ შეიძლება ბრძენმა კაცმა სხვისი ნაამბობი იკითხრას. პრინციპში ესეც არ არის, რა თქმა უნდა, დანაშაული, მაგრამ როგორც წესი, წინა პერიოდებში, წინა დროის ისტორიკოსები აუცილებლად მიუთითებდნენ, ბრძენი კაცი, სანდო კაცი იყო თანამონაწილე, თანადამხტური, თანამედროვე თუ არა იმ ამბისა, რომლის შესახებაც ის ცნობას აწვდიდა ისტორიის დამწეს. ესეთი აღნიშვნა თამარის ისტორიკოს არ აქვს, რაც შეიძლება ჩვენი კრიტიკის გამომწვევი გახდეს. მეორე, ავიწყდება ფიცით განამტკიცოს მომთხრობთა სანდოობა. ჩვენ ვიცით, რომ ესეც აუცილებელი მოთხოვნა იყო.
მესამე ისტორიის მიზნათვის ხელმწიფეთა შესხმას, ანუ ეს არის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა და თუ არ ვცდები უკანასკნელიც, როდესაც აღწერის სტილად, ანუ წერის სტილად შესხმითი სტილი აქვს აღებული ისტორიკოს, რაც კარგი არ არის. შესხმითი სტილი შეიძლება კარგი იყოს და გამოიყენებოდეს მოთხრობაში, ლექსში, შეიძლება მაინდა-მაინც იქაც არ იყოს მთლად მიზანშეწონილი, მაგრამ მით უმეტეს ისტორიულ თხზულებაში, მაგალითად დავითის ისტორიკოსთან ეს დავითის ისტორიკოსი ასეთი სტილისაგან დასხვეულია. მისი ნაწარმოები რიტორიული ხელოვნების ნიმუშია, ამ რიტორიული ხელოვნება სხვა არის და შესხმითი სტილი, სახოტბო სტილი სხვა არის. ეს უნდა ვთქვათ ალბათ როგორც ნაკლი თხზულებისა და მეტიც სტილზეც მოქმედებდა, შესხმითი სტილი იწვევდა იმას, რომ თხრობა მეტისმეტად მძიმე და ხელოვნური გამოვიდა ისტორიკოსს. და კიდევ ხან შესხმით სტილზე თან გვაქვს საქმე, ანუ გარკვეულწილად რაღაც უხვი სიტყვები და შემკობა მეფისა, ეს აგრძელებდა, არცობდა სათქმელს და რომ თხრობა მაინდა-მაინც არ გაჭიანურებულიყო, ისტორიკოსი სათქმელს ამოკლებდა და ამოკლებდა არა თავის მჭერმეტყველებას, არამედ მოვლენათა აღწერას. რა აშკარად ჯობდა თავისი მჭერმეტყველება შეემოკლებინა და ფაქტი უფრო მეტი მოეყვანა, თუმცა ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ფაქტებით ღარიბია. ეს თხზულება პირიქით საკმაოდ მდიდარია, საკმაოდ მნიშვნელოვანი თხზულება და ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა ისტორიკოსთა ხელში, იმიტომ რომ ახლა ბოლოს საქებარით უნდა დავასრულოთ. თითქმის ყველა მოვლენა, ფაქტი, რომელიც ამ თხზულებაში აღწერილი, მაღალი სანდოობით გამოირჩევა და თამარის ეპოქის კვლევართათვის შეუცვლელი ძეგლია თამარის ისტორიკოსის, ისტორიანი და აზმანის შარავანდეთთანი.